მოდით გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა ისევ დიდებული. ამ გზავნილით მივიდა თამარ ტალიაშვილი თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა და ოფიციალურად მისიის შესრულება შეუდგა. ამ მისიის სტარტი ორი ქვეყნის თანამშრომლობაში ახალი ათვლის წერტილი უნდა გახდეს. სწორედ ეს მოლოდინი აქვს მმართველ ძალას იმ შეხვედრიდან, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი მარკო რუბიო ესწრებოდა და რომელზეც შეთანხმებული სამოქმედო გეგმაც დაითქვა. ხელისუფლება გადატვირთვისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ამ შეხვედრის დაკნინებისთვის. თუმცა როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, მათ ამ ცდელობას ყველანაირი ძალა გამოცლილი ექნება, რადგან ტრამპთან გუშინდელი შეხვედრის პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალია და მას ვიწრო პოლიტიკური გეგმები ვერაფერს დააგრებს. მაკუნა აბულაძე შემოგვიერთდება და გვიამბობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ პერსპექტივაზე. ამერიკაში ახლა დანიშნული საქართველოს ელჩი ხელისუფლების იმ გზავნილის შესრულება შეუდგა, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ოფიციალურ გადატვირთვას გულისხმობს. ამ ფონზე პერსპექტივებიც და მოლოდინიც დიდია, თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან კავშირების გასაღრმავებლად უკვე დიდი ხანია მზად არის. ელჩის პირველი გზავნილი პრეზიდენტ ტრამპთან გამართული აუდიენციის შემდეგ და საქართველო-ამერიკა მართლაც დიდებული მეგობრობის ახალი ფურცლიდან დაწყების მოლოდინში. ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისი. პრეზიდენტ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ეს საქართველოს ახლად დანიშნული ელჩის პირველი გზავნილია. ამერიკის პრეზიდენტმა პირადად მიიღო საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ამერიკასთან ურთიერთობის გადასატვირთად და პოლიტიკური თუ სტრატეგიული კავშირების გასაღრმავებლად. მაღალი დონის შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. თამარ ტალიაშვილმა საქართველო-ამერიკის საერთო სამომავლო გეგმებთან და ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან ელჩ მონიკა კრაულისთანაც ისაუბრა. მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ დიპლომატიურ ურთიერთობებში. მქონდა პატივი გადამეცა რწმუნებათა სიგელები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები და ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისათვის, რომ გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთა შორის ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. შეხვედრა იყო ძალიან თბილი, მეგობრულ გარემოში ჩატარდა. დიდი პოლიტიკური მწუხარება რადიკალების კარზე. ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციაში გამართულმა შეხვედრამ ხელისუფლების ოპონენტთა ცრუ ნარატივი საბოლოოდ ჩამოშალა. ოპოზიცია, რომელიც ხალხს ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებაზე ატყუებდა, ახლა თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ თეთრ სახლში გამართულ აუდიენციას როგორმე მნიშვნელობა დაუკარგოს. ეს არის ფორმალური ღონისძიება, გვაქვს მოლოდინი, რომ არამხოლოდ არ გადაიტვირთება ურთიერთობები, პირიქით შევა. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ შეხვედრას დიდი პოლიტიკური ფასი აქვს. იმედგაცრუებულ რადიკალებს კი ურჩევენ პარტიულის ნაცვლად ერთხელ მაინც იფიქრონ ქვეყნის ინტერესებზე. ამ შეხვედრას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა და ამისათვის შეხვედრაზე იქნა შეთანხმება, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა იქნას შემუშავებული, რასაც მიყვება ორივე მხარე, ამერიკულის და ქართულის. ალბათ ელდაეცა ახლა ოპოზიციას მით უმეტეს წინა საარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს რა თქმა უნდა მათი ინტერესებში არ შედის, არ მხოლოდ მათი, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესებს აბსოლუტურად ცდება. ოფიციალური თბილისი ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის უკვე დიდი ხანია მზად არის. ქართული გზავნილი ვაშინგტონისთვის უცვლელია მეგობრობის გაგრძელება ახალი ფურცლიდან. ქართული ოცნებისთვის მოულოდნელი არც თეთრ სახლში გამართული გუშინდელი შეხვედრა იყო, რადგან მმართველ პოლიტიკურ ძალას აქამდეც გაცხადებული ჰქონდა პოზიცია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში საერთო ხედვების და იდეების ირგვლივ გაერთიანება
გაერთიანება და მეგობრობის განახლება ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ისევ მოხდებოდა. შეხვედრაზე იყო საუბარი საქართველო-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე. ახლა დაეწყობიან რადიკალები, მთელი ოპოზიცია და დაიწყებენ თავის მართლებას, დარწმუნებული ვარ, თუმცა საზოგადოებამ რაც იხილა, ის ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ის იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის. თამარ ტალიაშვილი ამერიკის პრეზიდენტს ოფიციალურ მიღებაზე გუშინ შეხვდა. მან დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა.